დიდი მადლობა სტუმრობისთვის, ვიფასო ქალბატონ ნანული, ჩვენი სტუმარი გახლდათ უსაყვარლესი ნანული სარაჯიშვილი. დიდი მადლობა მას. მადლობა თქვენ. ბიჭებო, დიდი მადლობა ამ შვენიერი სიმღერისთვის. მაგრამ 7 წელია რაც თქვენი შვენიერი კვარტეტი რანინა არსებობს და 7 წელია რაც ჩემთან სტუმრად არ ხარ ნამყოფი. ანუ სხვანაირად შეფარვით როგორ მეთქვა რომ პირველად ხარ სტუმრად. პირველად არიან სტუმრად აი ეს ნიჭიერი ადამიანები. კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება. დიდი მადლობა მოსვლისთვის. ეკა ნამყოფია უკვე ოჯახით და აქვე კი რომ სულ ცოტა ხანში ანსამბლ რუსთავთან ერთად იქნება დღესვე ამავე გადაცემაში. ასეთი მოთხოვნადი და მრავალმხრივი კაცია. ერთი ოჯახით, მეორე ოჯახი და მეორე მესამე ოჯახი. რაღაც თორნიკეს ერისიონიც გაგფულია თქვენთან. რა თქმა უნდა, ძალიან ცოტაა ჯგუფი საქართველოში, ვინც შეიძლება დაიკვეხნოს, რომ აი ესეთ შორეული მოგზაურობები აქვს და მექსიკაშია ნამყოფი, იაპონიაშია ნამყოფი და თქვენ ორივე ქვეყანა გაქვთ მოვლილი და თორნიკე მითხარი როგორ იყო ეს ამბები? მექსიკა მოგეთ საოცარი იყო ნამდვილად და ერთ ამბავს გავიხსენებ, რომ ჩამოფრინდით უკვე თბილისში დიდი ფრენის შედეგად. ძალიან დაღლილები გამოვდივართ და რაღაცნაირად ერთსული გვაქვს ოჯახებისკენ გავიწიოთ და გამოსასვლელში აი ბოლო კარი რო იღება ესე და გამოდის ქალბატონი თანამშრომელი დგას და უკასაო თუ შეიძლება გაგაჩერებთო და გაგვწია გვერდზე და გავიწიეთ საიდან ჩავბზანდით და ცოტა დავიბენი რა და უცბად რაც მომახსენდა მე საიდანაც ქართველები არ ბრუნდებიან მეთქი და მაღაზია ისეთ სახემი იყო რომ საიდან ჩამოვედი მეთქი მექსიკიდან ჩამოვედი და მაშინ არც უნახია აღარც უნახია რა ვიბზანდით იმიტომ რომ მართლა იშვიათი იყო ქართველი წასული იყო მექსიკაში და დაბრუნებული იყო ეს მექსიკაში ვიცი რომ წარმატებით გამოხედე და ეს არც არის გასაკვირი იმიტომ რომ ჯერ თქვენ შესანიშნავად ვღერით და თან იქ მრავალხმიანობა უყვართ და ძალიან კარგად იღებენ ხოლმე ქართულ სიმღერას მაგრამ იაპონიის ამბავი მითხარით როგორ იყო იაპონიაში სამწუხაროდ იმდენი ხნით არ ვიყავით და ვიყავით სულ რაღაც 5 დღით ო დავასტუკეთ და აი 5 დღიდან 5-ვე დღე ქონდა ფრენა და აქედან 2 დღე იაპონიაში ვიყავ. ეგა საინტერესო. ყველაზე თავარი ის არის რომ წელიწადში ერთხელ ამოდის ხოლმე ის ვულკანი და მანდამაინც იმ დროს მოგვიწია ჩასვლა რომ ვულკანი ამოიქვა და ამის ევაკუაცია მოგვიწია და
მაგრამ ჩატარდა მაინც სამეგრელოსთან ახლოს არის ეგამბავი და ვულკანს ქვია საკურა ჯიმა. ამოი როგორც კი ჩავიდა შეგენაცვალეო და ამოი. მშობლიურ გარემოში იგზები ხო დავი? ჩავიდა და ამოხეთკა. ისე მომაბოლეთ ბატონო, მომაბოლეთ. წარმატებით ჩაატარეთ თქვენ ტურნე დასავლეთ საქართველოში, რომელიც მიძღვნილი იყო დიდი მაესტროს ჯანსუღ კახიძის დაბადებიდან 90 წლის თავისადმი და თქვენთან ერთად ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჯანსუღ კახიძეს, მის შესანიშნავ ოჯახს, ვატო კახიძეს, დიდებულ დინასტიას, რომელსაც ამხელად ამსახურება ქართული კულტურის წინაშე. როგორც ვიცი, თქვენ კონცერტები ხონდა სამტრედიაში, ბაღდადში, ზუგდიდსა და ოზურგეთში, ხო? კი, ბატონო. და ეს ახლა ლოტოტრონით შეარჩიეთ თუ თქვენი დაბადების ადგილის მიხედვით, იმიტომ რომ ძირითადად დაბადების ადგილი და ცოლის დაბადების ადგილები მათ შორის. იმიტომ რომ მარტო ჩვენი არ იყო, ეს რა თქმა უნდა ხუმრობით და ბუნებრივია ჩავრთეთ ჩვენი მეუღლეებიც, ოზურგეთელი მეუღლე, ზუგდიდელი მეუღლე, თან ზუგდიდის სამშობლო, სამტრედია სამშობლო და აშენდა ქვეყანა. თორნიკერა თუ რამოდავით დასაბა. მოკლედ ნამეტანი და რაჭაშით წავალთ და ეს იგი წინ გაქვთ ბოშვი. საბოლოოდ გეგმავთ ტურნეს სხვადასხვა ქალაქში. ნუ რაღაც გარკვეული იდეები გვაქვს. საპასა წლის ბოლომდე იდეები გეგმაზე და შემდეგ მნიშვნელოვან წარმატებებზე, რომელზეც ფაქტობრივად ჩვენი ძვირფასი მეგობრები და კომპოზიტორები გვირდებიან, რომ გავანებივრებთ ჩვენს მაყურებლებს და მსმენელებს. სანამ ახალ კომპოზიციებს და სიმღერებს შემოგაშველებენ კომპოზიტორები, მანამდე თქვენ ძალიან ლამაზად გაქვთ დაკომპლექტებული თქვენი რეპერტუარი 60-70-იანი წლების ეგრეთ წოდებული რეტრო ჰიტები და ძალიან სწორი გათვლა, იმიტომ რომ უფროსი თაობის ადამიანი რო ისმენს თან სიმღერა სიამოვნებს, რომელიც მისთვის საყვარელი და ნაცნობია და თან ახალგაზრდობის წლები ახსენდება და ორმხრივად ასე ვთქვათ სასიამოვნოა მისთვის. რაც შეეხება ერთ საინტერესო ამბავს, გავცელდა ვიდეო, რომელიც მეც ვნახე და უამრავმა ადამიანმა, სადაც თქვენ გიორგი მამარდაშვილთან ერთად ჩვენს მართლაც საამაყო გასთან, საქართველოს ნაკრების მეკარესთან და ლივერპულის მეკარესთან შემობატონო იმავდროულად ხართ გადაღებული. ვიცი რომ დამეგობრდით კიდეც და ერთი კითხვა მაქვს. ვნახე თქვენი ფოტო, აი ესე ზებრაზე გადაღებული ბიტლზების სტილში და ეს მამარდაშვილის ხათრით გადაიღეთ, ვინაიდან ის ლივერპულშია და ბიტლზის ლივერპულის თუ როგორი ფოტოს ისტორია. მამარდაშვილის ხათრით, თუმცა იაპონიაში გადავიდეთ. იაპონიაში გადავიდეთ. შიგუიას სიახლოვეს მოკლედ. შიგუია ეს ჟარეკახურის კილი. პირველი სიმღერა შესანიშნავი იყო, მაგრამ მე ძალიან მიყვარს თქვენი აი სასიმღერო რეპერტუარი, რომელიც გიტარის აკომპანიმენტით არის წარმოდგენილი და მინდა ვთხოვო ეხლა ჩემს ტექნიკურ ჯგუფს, რომ შემოგვაწოდოს გიტარა, საბა მოიმარჯვოს შეგენაცვლე და მიკროფონებითაც მოგვამარაგებენ, რომელ სიმღერას შევასრულებთ ამ შემთხვევაში გიტარის სახელებით, შემოწოდოთ. შევასრულებთ ახლა გოგი ცაბაძის არაჩვეულებრივ რეტრო სიმღერას, რომელიც გვახსენე. პატარა ბალადა. აბაქთოლ. ამიყვარდა ერთი გოგო არც მომწონდა არადა რა ვიცოდი ჭირსაშიგა თუ ის დამიფარავდა მე ფერადა მე ამესა არც მომცილდა წამითა საფეხზე დამაყენა სადღაც უხმოდ წავიდა მე ფერადა მე ამესა არც მომცილდა წამითა როცა ფეხზე დამაყენა სადღაც უხმოდ წავიდა არ მიყვარდა ერთი გოგო არც მომწონდა არადა რა ვიცოდი ჭირსაშიგან თუ ის დამიფარავდა ვეძებე და ვერ ვიპოვე დარჩი დარდის დარადა აი ასე დაიწერა ეს პატარა ბალადა ვეძებე და ვერ ვიპოვე დარჩი დარდის დარადა აი ასე დაიწერა ეს პატარა ბალადა ეს პატარა ბალადა ეს პატარა
დიდი მადლობა სტუმრობისთვის. კვარტეტს რანინა წარმატებები უსურვოთ მას.